მზე აკეთებს კარგი. რაც შეეხება განწყობას, შექსპირს აქვს ერთი ცნობილი თქმა: მაღალ ტაძარში მაღალია სულისკვეთება. ამაზე მაღალი ტაძარი, მით უმეტეს ამ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, არ არის და ამიტომ განწყობილებაც შესაბამისია. ჩვენ, როცა ჩამოვედით აქ, მე ვგულისხმობ სრულად საქართველოს შოხოსან რაინთა დას, თავის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის ბატონი ჯუმბერ ლეჟავა, მსოფლიო მოგზაური ბატონი ევგენი ქავთარაძე, ჩვენი სადროშოს უფროსი გურიაში. ქონდა სურვილი, რომ რაღაც სოლიდარობა გამოგვეხატა, რომ აი ამ ბავშვებისათვის გასაგები იყოს, რა ხდება დღეს. ეს არის სიმბოლიკა, თუ აი რა შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა კაცმა თავისი ქვეყნისათვის. რაც გააკეთა პაატამ, ამიტომაც ამის მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, რომ სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. აი მაგალითად გავიხსენოთ ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი უდიდესი ეკონომისტი თავის საუკუნის, მაგრამ ხალხში ის მაინც შემორჩა როგორც ფოთში დიდი თეატრის შენობის ამშენებელი. პაატას ყველა რეგალია აქვს, ხომ? მაგრამ დიდ გაგებით საუკუნების მიღმა მოიხსენებენ მას ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად, მაგრამ უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ეს დიდებული ტაძარია აქ. ესეთი ღმერთმა ყველა ჩვენთაგანს და ჩვენს მომავალ თაობას შეაძლებინოს, რომ პატარა რაღაც ამის მსგავსი ჩვენც გავაკეთოთ. აი ეს არის ჩვენი ჩამოსვლის მიზანი. რომ არ წავიღოთ. განწყობა ბატონმა გოგი ვილაპარაკა, საქართველოს ჩოხოსან რაინთა დასი ყოველთვის ასეთ, ესე იგი დიდ ნაბიჯს ყოველთვის მიესალმება, რადგანაც ჩვენს წესდებაში დგებს თვითონ, რომ ჩვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩვენი ტრადიციების გაგრძელებას, სულიერების დამკვიდრებას და მის დაცვას. ისე რომ ჩვენ ძალიან ამაღლებული ესე იგი მდგომარეობით ვართ ახლა ჩვენ აქ წარმოდგენილი ჩვენი ჩოხოსან რაინთა დასი. დიდი მადლობა. მოდით, მაგრამ მე ჩოხარო არ მათრია? ამ ევროპულ დასასრულს. და ვიდეო გავაბუჭებ ჩოხებს ვაბუჭებ, ჩოხებს. რომელიმე მათხოვეთ მაინც. ვინმე გადაიღეთ? იცით ვინმე გადაიღება? გადაგვიღეთ რა. აი მე მითხრა. გადავა. მე გადავიდე აქედან. გადავიღე? ისე ჩვენთან როიქნები მესამე გარანტირებული მაქვს. ერჩვენია დღეს დაირეკა ზარი ჩემს სახლში და მე 3 დღით ვიყავი ჩამოსული თბილისში. ამ დროს მომისმინეთ, ინტერვიუო და ინტერვიუს მე მოგიყვებით როგორ აშენდა ეს ტაძარი, თუ გინდა. ერჩვენია დღეს დაირეკა ზარი და შემოვიდა ვიღაც გელა. მეო გელა ვარო. მოვბრძანდი, მეუთხარი, ხო ვინ არ მიიღებს სახლში კაცი. სამებიდან ვარო, მეუთხარი, მithumetes მოვბრძანდი, მეუთხარი, დაბრძანდი რომელი ხარ რაღაცა ხელში გახდული. დაბრძანდი, მეუთხარი, დედამ გაიქცა რაღაცა მოიტანა დაუწყო სუფრა რაღაც. ჩვენო სოფელში სალოცავი არ აქვს. მე მართლა გავიხსენე, მართლა არ არის აქ სალოცავი, ხომ? მე აქ ბავშვობამ გატარებული აქ.
და ჩვენ გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთო რომ სალოცავი კონდესო იმაში. მოთხარი კი ბატონო, რას აპირებთ, როგორ აპირებთ? აი ვინცო არიო ამ სოფლიდან წასულიო, ყველას შთამომავლობით თუ რაღაცას, ყველას გვინდა რომ შემონათელი გააკეთოს და ეკლესიაო და გაშალა ესე და აი ამ ხელა ტაძარი არის აშენებული. ამაზე დიდი ქონდა მაშინ იმას. თუმცა მე ვთქვი რამდენია საჭირო რაღაცა არის, მაგრამ მე ნელ-ნელა დავდექით, დავჯექით, დავიწყეთ ამის შესწავლა. მე ვთქვი მე დავიწყებ ამის შენებლობას, ვისაც შეიძლება გვერდში ამომიდგეს. და ესეა გამოჩნდა თემური ბურჭულაძე არქიტექტორი, ეგერ არის ბატონებო. კიდევ არის მერა ბურჭულაძის მშენებელი, ერთი სოფელი, მთელი სოფელი ამუშავდა რაღაცა და მეთის წყალობით დღეს გვაქვს ჩვენ აი სულ შემთხვევით არც არავინ არ აპირებდა არაფერს გაკეთებას. მაგრამ ეთყობა ღმერთმა აი მოგცა იმის ისა რომ ნიშანი რომ უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა. დიდი მადლობა. კარგია, მადლობა რაშუაშია, მადლობა ღმერთს რომ მოგცა ამის საშუალება რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეს. მე მიხარია რომ აშენდა და ყველანი აქაც დიდი მადლობა პირიქით თქვენ ჩამობრძანებისათვის და ყველა ადამიანს ვინც მობრძანდა დღეს რომ აი ესე განსომლეთიდან გადმოვედით ჩვენ და რა მოიწვერა მანქანამ და გამოჩნდა ისე იკითხე. ლამაზი იყო რა. აი როგორც სამება თბილისში რა. მე გეტყვით ერთ რამეს რა. ჩვენ ხო ვაპირებდით ტაძრის აშენებას. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. თემური, მოდი ახლა, მოდი შემთან. მოდი აქ დამიდექი. აი ეს არის არქიტექტორი, ადამიანი რომელსაც ეს აშენებს. ჩვენ ხო ვაპირებდით ლამაზი ტაძრის აშენებას, მაგრამ ეს თუ ასეთი ლამაზი გამოვიდოდა, მე არ მეგონა მაგალითად. მე აუმაღლა თავი, მოყევი რა შენ, მოყევი რა როგორ იყო რა. იმიტომ რომ ამერიკა ჯერ იყო რაღაც თავიდან იყო სხვა ქვით ჩაფიქრებული. ის თქვა მე არ მოგვეწონა. მე ამან თქვა რა არის ისო, სხვა რაღაც არის, ჩვენ ხო ვაკეთებთო სამუდამოდ. ხო ვაკეთებთო რომ თქვა დღეს და ხვალისთვის. სამუდამოდ. ამიტომ არის ეგეთი ქვა საჭირო. მე შეიცვალა ყველაფერი. მე ქვას მოყვა, მოყევი შენ მოყევი, მე რატომ მოყევი? პრინციპში ძერ პატარაზე იყო ლაპარაკი, პატარა არ გავაკეთეთ. სასურველი იყო, დიდი ყოფილიყო. პატა დაგვეთ ახლა ცოტა გუბერნატორი იყო, მეგონი წინამდე. არაფერი. მაგაზე არ გქონდა ლაპარაკი. მაინც შენევრად აიგო. ზადაგზა მოხდა დახვეწებული დღე. პროპორციებმა თავისი მოითხოვა და შემდეგი სახელი იყო. არა თქვი ისე როგორ მე ყელი ამაღლდა. ამაღლდა სიმაღლეში მოიმატა. არ უხდებოდა ეს დაბოლება, გავაკეთეთ ისე როგორც მოუხდა. რა არის ის? შეფასება ასეთია. მე მგონი ერთი რამე რომ ეკლესია როცა შენდება, იმას პროექტი არ უნდა ქონდეს. ის უნდა აშენდეს ისე, როგორც არის იმ მომენტში საჭირო. და თავისი აშენდა, გალამაზდა, რაღაცა ჩუქურთმები მოვიდა. აიწია ქართული და გახდა ნამდვილად ლამაზი და ძალიან ლამაზი. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რომ აქ იყო ეკლესია, წინა. კი. მაგრამ დაანგრია წყობილებამ, დაანგრია ადამიანმა, რომელიც საბჭოთა წყობილებას ეხლა. საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მე ისე მაინც რადიკალურად არა ვარ განწყობილი, მაგრამ როცა ადამიანი ისეთ რამეს აკეთებს, რომ იღებს ხელში უროს და ურტყავს და ეკლესიას ანგრევს, ეს რას მიძამს ღმერთიო და რომ მიაძახეს ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, რომ ეკლესიას ანგრევო. იცით გაუგიჟები ხარ, შესაძლოა უკმა. არა დღეს აი ესე ბედნიერები ვარ და დიდი მადლობა ყველაფრის მოგზავნდა. მადლობა თქვენ ბატონობა. იცოდი. მადლობა შენ. რომ თქვენ არა, მე მგონი რა თქმა უნდა. როგორ ეგადრება? ეს მე არაფერი არ ეს არა თუნდა იყოს, არამედ აღნიშნოს უნდა გედებაც. იცოდი. ეშმარიტები გამოჩნდეს. არა, ჩემი არა. შეხედეთ რა გულება. რა არის გურია, ნახეთ რა არის. სასწაული არ არის გური. არ არის სასწაული. იმაცა დავხდეთ, სამულე. წინას. ყველაზე მთავარი ალბათ ის იყო, რომ სოფელმა მოინდომა, რომ სალოცავი ქონოდათ. სოფლის კვიდრი ჩავუდგა სათავეში, დღეს მამა გიორგით. ნაკურთხი, თავის დროზე მამა უბრალოდ გელაშ ღენდი. ამ სოფლის კვიდრი. მას რაღაცა უკარნახა ეს ამბავი, იმიტომ რომ დედა ყავდა ალბათ. ექიმებმა ერთი კვირის ვადა მისცეს. 7 წელი იცოცხლა იმის შემდეგ. თუ გახდა ეკლესიური. ამისი სურვილი იყო, რომ პირველი ნაბიჯები მან გადავიდა.
ბუნებრივია ჩვენი სურვილიც. მე საქავრი მკვიდრი ვარ. და მქონდა ნათქვამი თუკი ოდესმე დააპირებს სოფელი ტაძრის აგებას. აი პროექტი რო გამეკეთებინა მე, ეს იქნებოდა ჩემი საჩუქარი, ჩემი პროექტი შეძენა აი ამ დიდი საქმისთვის. მაგრამ აუცილებელი იყო პიროვნება, რომელიც აი ამას განახორციელებდა რეალობაში. ასეთი პიროვნება არსებობს, მოგეხსენებათ და დღესაც ვიხილეთ, ჩამოსული არის. ბატონი ბაადა ბოჯულაძე, სოფლიო ბანი, სოფლიო დონის მომღერალი. ამ სოფლის მკვიდრი, ამავე დროს თანხმობა რა თქმა უნდა უკმაოდ განაცხადა. და თქვა რომ შემდეგ ჩამოსვლაზე 3-4 თვე იყო ვადა. დამოქმედოთ ყოველგვარი დოკუმენტაცია რა როგორ და რანაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი. განიხილა საბჭო, საპატრიარქოსი, ორჯერ განიხილა, რა თქმა უნდა იყო ეს. რაღაც კანონიკური გადახვევები. ყველაფერი გამოსწორდა გაკეთდა ისე როგორც ითხოვა. დამტკიცდა გადმოეცა ეპარქიას. 2001 წლის აღდგომა დღეს ეკურთხა ადგილი და ეკურთხა პროექტი. მამა იოსების თავისნობით. და გაიშალა მშენებლობა, მას შემდეგ მოვყვებით და დასრულდა ღმერთის წყალობით. 2006 წლის 12 აგვისტოს. შენობაში ვარ გუმბათოვანია. კლასიკური მაგალითი ქართული ხუროთმოძღვრის ძეგლების მართალია პროპორციები მაინც ინდივიდუალურია. მაგაში შეზღუდული არა ვართ არქიტექტორები. ჩვენებული მიდგომა მაინც არსებობს. არსებობს შეიძლება ისეთი რაღაც. ნუ რაღაც ზომებში შეზღუდული არა ხარ და ან სიმაღლეში განაქვს კომპოზიცია, ან კიდე თქვა ასე ამბები. ჩუქურთმები ბუნებრივია კლასიკური ქართული ნარჩევი. მუშაობდა ბრიგადა ქართველების, ქუთაისელი ბრიგადა, ეგლარის ხვარი ეს, ფირმა ეგლარის ნაწარმოები. მე ვფიქრობდა ალბათ სხვებიც, რომ მაღალ დონეზეა შესრულებული. არ შეიძლება რო არ აღნიშნო ჩვენი დიმიტრი ბურჯულაძე მშენებელი. და ბატონი გოჩა სეხნიეშვილი აგერ არის ჩვენ გვერდზე, როზან გოჩა ერთად ორი სიტყვა, აჯარის ტელევიზია. მშენებლობის პროცესის თავი და ბოლო ბატონი გოჩა იყო. რამე თუ ის ადგილზეა ყოველთვის, აქ ცხოვრობს. ჩვენ მიწევდა ხოლმე წასვლა ქალაქიდან ყურადღება ბათუმიდან. ეს კაცი ვარ გოფილიყო ალბათ დღეს სანახევროდ თუ არა ბოლომდე სრულყოფილი მაინც არ იქნებოდა. ორი სიტყვით თუ იტყვი მიკროფონი აქ არის, მაგაც კი ამოიწრა. ჩემთვის ეს თავსა შეკითხება თქვენიანობაში მე და კიდე რამე კითხოთ ისი ამ ხნის მანძილზე რომ მუშაობთ შენებლობის პროცესში დაიწყო ყველაზე ყველაზე ფართაი და საერთოდ უფრო შედარებით სხვა რამესთან შედარებით შეიძლება იულიან გამეთული ამ პირიქით რომ ძოლა ყოფილიყო და თული ყოფილიყო აი ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს პირველი ტაძარია რომელიც მშენებლობაში მონაწილეობას ვებულობდა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ეს თილად და ესეთი ბედნიერება, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში. რა თქმა უნდა, მინდა აღნიშნო, რომ ინიციატივა საიდან წამოვიდა მამა გიორგი, მინდა აღნიშნო პირველ რიგში, შემდეგ ჩვენი არქიტექტორი, ჩვენი მშენებლები და იმათი მითითებებით, იმათი ხელშეწყობით ადგილზე ასე თუ ისე მე ხელმძღვანელობდი ამ მშენებლობას და მე დიდად ბედნიერი ვარ, რომ ეს მერგო წილად ესეთი დიდი მისია და ამავე დროს ისიც მინდა აღნიშნო, რომ ორმაგად ბედნიერი ვარ მე დღეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ის რომ ესეთი კარგი რაღაცა, დიდებული რაღაცა აშენდა და ავაშენეთ ღვთის წყალობით და შემდგომ ამისა მე პირველად ვიწერ ამ ტაძარში ჯვარს და მეორე ბედნიერება ეგ არის ჩემი და ყველას მინდა უსურვო რომ დღეს როგორც მე გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ ისე ბედნიერები ამყოფოს მთელი საქართველოს ღმერთმა. აი იმის შესახებ რაც შემეკითხეთ სიძნელეებზე
რაღაცები არავითარი სიზმელები რა თქმა უნდა ამ ხელა რაღაცას რო ეკინები თავისთავად არის, მაგრამ ღვთისმწყალობი და ღმერთის შემწევრით ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იოლდება და არ არის კაცისგან გაუკეთებელი არაფერი, მით უმეტეს ისეთ საქმეზე როცა მუშაობ, როგორც ეს დიდებული ტაძარია წმინდა სამების ტაძარი და მე კიდევ ერთხელ გამეორდები, მე დიდად ბედნიერი ვარ, რაც რომ ეს დასრულდა და სისრულეში მოვიდა და ამოქმედა. ბატონ ლადო, თქვენთვის რას ნიშნავს აი დღევანდელი დღე და ის რომ ამ ხელა ტაძარი აშენდა? ჩემთვის ისევ დიდი საზეიმო ვითარებას. სარწმუნოება შემოbrunდა. და დიდი ზეიმი ახლა ჩემ ახსოვებაში ასეთი ზეიმი აქვს. შემებაში არ ყოფილა. აქ იყო ეკლესია. მაგრამ დაანგრიეს ისე 54 წელს კომუნისტური პარტიის წყობით და ბრძანებით აქ ამაზე მეტი დიდი ეკლესია იყო. მაგრამ ასეთი ლამაზი არ იყო ისო. ნავის შებურის უძახოდნენ მაშინ. და ახლა ამას უმეტეს არის დიდი ყვავილი ვარ. დიდი ყვავილი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს არის ამას, რომ ასეთი დიდი ტაძარი აშენდა პატა ბუჭურაძის მეშვეობით. ბატონ ლადო, ამ სოფელს სამება რატო ქვია? რატო ქვია ამას? მე ვერ გეტყვი, ოდიდანვე. ორი საუკუნის კაცი რომ ნახო, არ ინახება, მაგრამ ვერ გეტყვის, თავიდან ეს სამება იყო და სამება დარჩას. დიდი მადლობა. სურათი გადავიღოთ ახლა. არა, ჩვენ ხო ერთად ვართ, მთელი საღამო. კი ბატონო, კი ბატონო. თქვენს გაგვაცეთ რა შეიძლება. არ გიმგერიათ, მაგრამ ეს გაგვაცეთ. არ ნახსვაროს. მოდი გადავ. დღეს ხო ერთად ვზამდებით. დიდი მადლობა. მოდი გადავიღოთ სურათი. არა, სურათით გადავიღოთ. ჩავდეთ ისე რომ ნორმა ჩავდეთ. ჩემთვისაც. ერთმანეთის იმითი კი არის. გაიფო სამოდოვავე. ამერე სამაგა გურია სამოსა. გამოსულა გამარჯობა. მე არ ჯობია. შეგაგუნა გამარჯობა. ამოჟური მეკლა ხიერი მაგარი დავდება. ხო? მე არ ვიცოდი შენ თუ მოგივაგოთ, მაგრამ ხო წამოიხები.